ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროკავშირში ენდრიუ პასტერი, რომელიც ბრიუსელის ეკონომიკური უსაფრთხოების ფორუმს დაესწრო. ბატონო ელჩო, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ. ახლახან ევროკომისიამ გაასაჭიროება ტექნოლოგიური სუვერენიტეტის პაკეტი, რომლის მთავარი მიზანი ის არის, რომ ევროპა აღარ იყოს დამოკიდებული ჩინეთსა და ამერიკაში დაფუძნებულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რაც ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ პაკეტის მიმართ? ევროპელები ამბობენ, რომ ამის გაკეთება აუცილებელია. ეს ძალიან სქელტანიანი კანონპროექტია და ჯერჯერობით არ მომეცა შესაძლებლობა, რომ დაწვრილებით გავცნობოდი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ტექნოლოგიური სუვერენიტეტი არ გამოიწვევს განხეთქილებას ამერიკასა და ევროპას შორის ტექნოლოგიურ სფეროში, რადგან ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მათი ერთიანობის შენარჩუნება, რომ ჩვენ ევროპის პარტნიორი ვიყოთ. ამ თვის ბოლოს იმედია სავაჭრო ხელშეკრულებაც გვექნება. უკვე ძალაშია პაქს სილიკას ინიციატივა, რომელიც ჩვენი მოკავშირეების ჩართვის მცდელობაა, მათ შორის ევროკავშირისაც, ჩიპების ინდუსტრიასა და მიწოდების ჯაჭვში და ზოგადად ხელოვნური ინტელექტის სფეროში. გვაქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი კრიტიკული მინერალების შესახებ, ასე რომ შეგვიძლია ვცადოთ გარკვეული ეკონომიკების დაცვა, რათა არ გავხდეთ იძულებული გადავდგათ ეკონომიკური ნაბიჯები იშვიათ მიწა მინერალებთან დაკავშირებით. ევროპა ჩამორჩება ხელოვნური ინტელექტის მარათონში. ის ბევრად უკანაა ჩინეთზე, ჩინეთი კი ამერიკას ჩამორჩება. ისინი ვერ მოახერხებენ დაწევას. ამიტომ ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად დაშორდებიან ისინი ამერიკის ხელოვნური ინტელექტის აპარატურულ ბაზას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თუ ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკაში გინდა ჩართვა, მით უარესი იქნება. მაგრამ ევროკავშირი ალბათ გეტყოდათ, რომ მეტისმეტად ვართ დამოკიდებული ამერიკაზე, როგორც ფინანსური, ისე ციფრული მომსახურების კუთხითო. ამის ერთი მაგალითი უკვე გქონდა ბოლო რამდენიმე თვის წინ, როდესაც ამერიკამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს დაუწესა სანქციები, რომელთა მიხედვითაც ჰააგაში ევროპაში მცხოვრები მოსამართლეები ვეღარ გამოიყენებენ Microsoft-ის საკუთარ ანგარიშებსა და ამერიკულ საკრედიტო ბარათებს, რომელთა გამოყენებაც ყველა სხვა დანარჩენს შეუძლია. ევროპაში ფიქრობენ, რომ ეს არ არის სწორი. დიახ, ჩვენ მართლაც გვაქვს უთანხმოება ამ კონკრეტულ მოსამართლეებთან, მათი საერთაშორისო კანონმდებლობასთან და ამერიკულ კომპანიებთან დამოკიდებულების გამო. ასევე სხვა ხალხთან მიმართაც მთელ მსოფლიოში. მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კონტინენტთაშორისი მასშტაბური ურთიერთობისა, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირს ეყრდნობა. ამას ვერ დაარღვევ, ვერ გააქრობ. ევროპა ძალიან ჩამორჩება ამერიკასა და ჩინეთს და მართლა ვერ დაეწევა. ამიტომ არ ვიცი, რამდენად გადაჭრის ეს განცალკევება იმ პრობლემას, რომლის მოგვარებასაც ცდილობენ. catch up. So I don't know that separating off is going to solve the problems they're trying to solve. მაგრამ ჩემი აზრით ისინი ცდილობენ გახდნენ დამოუკიდებელი, რათა საკუთარი თავი დაიცვან სუვერენიტეტის კუთხით. გარდა ამისა, ბოლო დაახლოებით 1 წელია გარკვეულწილად შეფიქრიანებული არიან ტრამპის ადმინისტრაციის გამო. ევროპელებს ცოტა არ იყოს გაუჩნდათ განცდა, რომ საფრთხის ქვეშ არიან, რომ თითქოს აიძულებენ რაღაც ქმედებას. თუ გადახედავთ იმ სავაჭრო გარიგებას, რომელზეც გასული წლის ზაფხულის ბოლოს ტენბერინში შეთანხმდნენ, მის ფარგლებში ევროპელებს 15%-იანი ტარიფი დაუწესეს. ამის ირგვლივ მოლაპარაკებები თითქმის არც გამართულა. გრენლანდიის საკითხით წამოიჭრა. ასე რომ ევროპელებს გაუჩნდათ განცდა, რომ კი არ დაიშალონ, უბრალოდ რაღაცნაირად შეამცირონ ამერიკიდან და ჩინეთიდან მომავალი რისკები. რაც შეეხება სავაჭრო შეთანხმებას, ის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისა და პრეზიდენტ ტრამპის ორმხრივი მოლაპარაკების შედეგია, რათა როგორმე დაებალანსებინათ უკიდურესად უთანასწორო სავაჭრო ურთიერთობა. მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტი ევროკავშირთან გვაქვს. ეს ყველაზე მსხვილი სავაჭრო ურთიერთობაა მსოფლიოში, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში 10%-იან ტარიფს იხდიდა იმისთვის, რომ კადილაკი გაგეყიდა ბერლინში. მაშინ როცა მხოლოდ 2% ნახევრიან ტარიფს იხდიდნენ Mercedes-Benz-ის გასაყიდად დეტროიტში და მაშინ ასეთი უთანასწორობის გამო ევროპაში არავინ წუხდა. მხოლოდ ახლა, როცა ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოთ ბალანსი ურთიერთობაში, უკმაყოფილებას გამოთქვამენ უთანასწორობის გამო. ის 50%-იანი ტარიფი, რომელიც ახსენეთ ფოლადსა და ალუმინზე დააწესეს და მინდა აღვნიშნო, რომ ევროპასაც 50% აქვს დაწესებული ფოლადსა და ალუმინზე. ამ ტარიფების მიზანია, რომ ერთი მხრივ სუბსიდირებული ჩინური პროდუქცია შევაკავოთ, სადაც ფოლადსა და ალუმინს ისეთ პასად ყიდიან, რომ მსოფლიოში ვერავინ გაუწევს კონკურენციას, რადგან მას ჩინეთის მთავრობა აძლევს სუბსიდიას. ევროპაც იმავეს აკეთებს ფოლადისა და ალუმინის კუთხით, რასაც ამერიკა. რაც შეეხება გრენლანდიას, პრეზიდენტმა მხოლოდ ის თქვა, რომ არც ერთ ვარიანტს არ გამორიცხავდა. გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით
თვალსაზრისით ამერიკისთვის, მნიშვნელოვანია ევროპისთვის. ერთი წლის წინ ამ საკითხზე დისკუსია რომ გაგვემართლა, ნამდვილად არ მგონია, რომ ხალხს ასე კარგად სცოდნოდა გრენლანდიის სტრატეგიული მნიშვნელობის ამბავი. ასე რომ ის მნიშვნელოვანია ამერიკისთვისაც და ევროპისთვისაც და ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ის ადგილია, სადაც ჩინეთი და რუსეთი შეეცდებიან უპირატესობის მოპოვებას. შეგიძლიათ თქვათ, რომ დანიას არაფერი აქვს სადარდებელი, იმიტომ რომ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ ამერიკის დესპანს ნუგში თითქმის იგივე განზრახვა ამოძრავებდა, რის შესახებაც დონალდ ტრამპმა იანვარში ისაუბრა. მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გრენლანდია დანიის შემადგენლობაშია დღეის მდგომარეობით. ასე რომ ეს საკითხი ცოტა არ იყოს ცდება რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომავალი საფრთხის ფარგლებს. გასაგებია, მაგრამ სწორედ ამის დამსახურებით გამოიკვეთა უსაფრთხოების რისკის საკითხი. ჩემი აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეს არის. ხოლო ჩაერთვება თუ არა ამერიკა უფრო მეტად ამ საკითხში და რა დოზით, ამას ფაქტობრივად გადაწყვეტენ პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი რუბიო და არა მე. მაგრამ ჩემი აზრით უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა ჩაერთოს გრენლანდიის თემაში. მიმაჩნია, რომ ევროპამ ახლა გააცნობიერა, რომ უნდა დააჩქაროს თავდაცვის კუთხით მოქმედება და განამტკიცოს თავისი მდგომარეობა გრენლანდიასთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკუთარ ხელში აიღო თავის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის დასრულების საკითხი, როდესაც წერილი მისწერა პრეზიდენტ პუტინს, რომელშიც ამბობს, რომ მასთან შეხვედრა სურს. როგორ გონიათ, რამდენად სწორია, როდესაც უკრაინა თავად ცდილობს გააკონტროლოს ვითარება და ევროპელები დიდი ალბათობით იმის გამო, რომ ამერიკა ძალიან მოუცლელია ჰორმუზის სრუტის გამო. ის საკითხი თუ რამდენად იქნება ჩართული პრეზიდენტი თუ სახელმწიფო მდივანი რუბიო უკრაინის ირგვლივ გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ცხადია მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, მან სავსებით გასაგებად თქვა, რომ ამ ომის დასრულება უნდა. მგონია, რომ პრეზიდენტი ძალიან იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ვერ შეძლო ამ ომის დასრულება. მე არ მისაუბრია მასთან ამ საკითხზე, მაგრამ ძალიან გამიკვირდებოდა პუტინისა და ზელენსკის დიალოგის წინააღმდეგ რომ წასულიყო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კი ეს საუბარი ამ კონფლიქტის გადაჭრით დასრულდებოდა. ჩემი აზრით, უკრაინელმა ხალხმა გაცილებით მეთხანს გაუძლო ამ ყველაფერს, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. ალბათ ძალიან ბევრს ეგონა, რომ ისინი რამდენიმე კვირას გაუძლებდნენ, არადა უკვე მეხუთე წელი მიდის. უკრაინელები საოცრად გამძლე აღმოჩნდნენ და იმედი მაქვს, რომ დაასრულებენ ამ ომს. ჩემი აზრით, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ევროპელებს აღელვებს, ის არის, რომ ამერიკელები თანდათან შორდებიან ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურას. რა თქმა უნდა, ევროპელები ამბობენ, რომ დროა მეტი გავაკეთოთ, დროა დავიწყოთ 5%-ის გადახდა და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს რეალური შიში იმისა, რომ ომის შემთხვევაში შესაძლოა ჩვენი მოკავშირეები გვერდით არ დაგვიდგნენ. თუ გავითვალისწინებთ ნატოს მოდელს და იმ ფაქტს, რომ ამცირებენ აქ საკუთარ ძალებს, ხომ არ გონიათ, რომ ამერიკა შორდება ევროპას? ჩემი აზრით, ამერიკას საკუთარი რესურსებისა და ძალების ნაწილი აზიაში გადააქვს, სადაც მას კონკურენტი ყავს ჩინეთის სახით, რომლის გამოც უბრალოდ აუცილებელია ჩვენი რესურსები გადავამისამართოთ. და ნამდვილად არაფერია ცუდი იმაში, რომ ევროპას თხოვს ფეხზე დადგეს და საკუთარ თავს მიხედოს. თუმცა ნახეთ, ამერიკა ორჯერ დაეხმარა ევროპას თავდაცვაში გასულ საუკუნეში. ჩვენ ვიცავდით ევროპას ცივი ომის განმავლობაში და ნამდვილად ვიცავდით მას ბერლინის კედლის დაშლისა და ცივი ომის დასრულების დღიდან. ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით ჯარი ყავს ევროპაში და უამრავი სამხედრო შეიარაღება და მასალებიც ადგილზე გვაქვს. არაფერია ცუდი იმაში, რომ ამერიკა ამცირებს თავის ძალებს და თქვენ საკუთარ ხელში იღებთ თქვენსავე თავდაცვას. ჩემი აზრით, ჩვენ სწორედ ეს გვინდა და მჯერა, რომ ევროპელებიც აცნობიერებენ, რომ თავადაც ეს სურთ. ჩემი აზრით, ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში იმიტომ შიშობენ, რომ ეს ყველაფერი სწორედ იმ დროს ხდება, როცა ამერიკა, განსაკუთრებით კი პრეზიდენტი ტრამპი, უკიდურესად იმედგაცრუებულია. მან ძალიან ნათლად აგრძნობინა ეს მარკ რიუტეს და თავად ევროპელებსაც, რომ მათ არ აღმოუჩინეს დახმარება ამერიკისა და ისრაელის ირანზე თავდასხმების შემდეგ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. როგორ გონიათ, ცოტათი მაინც გაუარა წყენამ დონალდ ტრამპს? მე არ ვიცი, რამდენად გაუარა წყენამ, როგორც ვიცი, ძალიან იმედგაცრუებულია. ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, როდესაც პრეზიდენტი ძალიან დიდი პოლიტიკური რისკის წინაშე დგას. იმას გულისხმობ, რომ მოძრაობა მაგა მხარს არ უჭერს უცხო მიწაზე ომის წარმოებას. დემოკრატები ნებისმიერ საკითხში აპირებენ წინააღმდეგობის გაწევას, რაც არ უნდა გაეკეთებინა პრეზიდენტს. ასე რომ მან ყოველგვარი პოლიტიკური უპირატესობის გარეშე შეაფასა მოვლენები, ნახა როგორ ვითარდებოდა ირანში რაკეტებისა და დრონების წარმოება. ისინი ისევ ცდილობენ ბირთვული იარაღის შექმნას, აშკარად აქვთ ბირთვული მასალა, რომლითაც შეუძლიათ 10-11 ბომბის დამზადება.
ამზადება. მან გადაწყვიტა, რომ აღარ ღირდა გაჭიანურება და მოქმედების დრო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მოუტანდა პოლიტიკურ ქულებს. უბრალოდ ამის გაკეთება საჭირო იყო. ჩვენ ევროპაში გვაქვს ბაზები, რომელთაც ვაფინანსებდით და ვინახავდით რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. აქ არის ქვეყნები, რომლებიც დავიხსენით ომის დროს და რომელთათვისაც ძალიან სანდო მოკავშირე ვიყავით. და როდესაც მათ არც ქვეყნის თავზე გადაფრენის უფლება მოგცეს და არც ამ ქვეყნებში არსებული ჩვენი სამხედრო ბაზების გამოყენებისა, რა თქმა უნდა, ამერიკა და განსაკუთრებით პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ნაწყენი იქნება. მე ნამდვილად არ ვიცი, როდის გადაუვლის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ეს მოხდება. თუმცა არ ვიცი უკვე გადაუარა თუ არა. როგორ გვინათ ნატოს ფარგლებში ასეთი მოქმედებაც ამან ხომ არ განაპირობა? თქვენს რა კითხვენ არ დაგვეხმარეთ, ამიტომ არ ჩვენ დაგეხმარებით, როცა დაგჭირდებათ. ამიტომაც გაგყავს ჩვენი ძალები. არა, არ მგონია, რომ ვინმეს ასეთი რამე თქვა. მე ერთი რამ მოვისმინე, სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატოს, მაგრამ ეს ალიანსი იმიტომ გვაქვს, რომ ერთმანეთი დავიცვათ და ერთად ვიმუშაოთ. და თუ კი ეს ალიანსი ასე არ იმუშავებს, მაშინ ამის გადაფასება მოგვიხდებაო. მაშინ რა სიტყვით ევროპელების მიდგომაზე, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ნატო თავდაცვის ორგანიზაციაა. ეს იყო თავდასხმითი ომი ნატოს ფარგლებს გარეთ. ამიტომ ჩვენ არ ვიყავით ვალდებული, მით უმეტეს რომ არავინ გაიარა ჩვენთან კონსულტაცია. ჩემი აზრით ეს ცოტა არ იყოს ტექნიკური საკითხია და თანაც რეალობის მეტისმეტად დაკნინება. ირანელები ამერიკასა და ისრაელთან სულ მცირე 47 წელია ომს აწარმოებენ. იმას გულისხმობ, რომ ხალხს ხოცავდნენ. მათ ყავდათ ისეთი დაჯგუფებები, როგორებიც არიან ჰამასი და ჰეზბოლა, რომლებიც თავს ესხმოდნენ ამერიკისა და ისრაელის ძალებს. ახლა კი კვიპროსიც დაბომბეს. ასევე სადეს დაებომბათ ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძული დიეგო. შეიძლება არასწორად ვამბობ სახელს, მაგრამ ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ რომ არის ვიცი. დიეგო გარსია. ამიტომ მგონია, რომ ასეთი განმარტება უბრალოდ არის მცდელობა, რომ თავიდან აიცილონ ის, რაც გასაკეთებელი იყო. არავის უთხოვია ჯარის გაგზავნა. ერთადერთი, რაც გვინდოდა, იყო ამ ქვეყნების თავზე გადაფრენა, რომლებსაც ვიცავდით და იმ სამხედრო ბაზების გამოყენება, რომლებსაც ამ ქვეყნებში ვინახავთ. ვიტყოდი, რომ ეს მშვენიერი შეჯამებაა. ეს იყო დიდი შეცდომა, რადგან უარი უმნიშვნელო თხოვნაზე გითხრეს, ამის თქმა გსურთ. თუ ამის გაკეთება არ გინდა, აბა რა გინდა? დიდი მადლობა ბატონო ენდრიუ, რომ მობრძანდით გადაცემაში 12 წუთი ევრონიუსი.